მოგესალმებით, ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ღრმა გაშლა. ამ არხზე იცით თქვენ, რომ ვაკეთებთ ღრმა გაშლებს. საერთოდ არის მიმართული მისი სული და რა როლი გაქვთ თქვენ ამ გზაზე. ასეთი, რა ვიცი, დღეს ვიფიქრე, რომ სუფის ტაროზე ვიმუშავებ. ძალიან მიყვარს იცით ხო? და ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები მომზადებული მაქვს. კარგად განიწყეთ, ყავა მოამზადეთ, ჩაი, ის რა გიყვარდა დავიწყოთ, ხო? კითხოთ ახლა. ვნახოთ ახლა ჩვენ მისი სულის ენერგია. პირველ რიგში, მისი სულის ენერგია, ცოტა ისეთი ღრმა გაშლა გავაკეთოთ. შემდეგ ვნახოთ რა ხდება ახლა მის სულში. აი, უფრო ღრმად, ასე რომ ვთქვათ, რა განწყობა აქვს. მისი სულის სამყაროში, ასე რომ ვთქვათ, რა. რას ეძებს მისი სული ვკითხოთ? საერთგენ მიისწრაფება. რა აკლია მის სულს ვკითხოთ? так, ეს მოიცადე. так, ცოტა რაღაც ამერია. მოგესალმებით, ჩემო ძირფასება და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ გავაკეთოთ ესეთი გაშლა. საერთოდ არის მიმართული მისი სული და რა როლი გაქვთ თქვენ ამ გზაზე. აქ ჩვენ ვაკეთებთ გრძელი გაშლებს, იცით თქვენ უკვე, ამიტომ მოამზადეთ ყავა და წამოწეკით, ან მიიღეთ ესეთი პოზა, რომ თქვენთვის იყოს სასიამოვნო. მაჩვენებენ აქ რაღაცა მომივარდა. კარგია, კარგი ენერგიები წამოვიდა. კითხვები როგორც ყოველთვის მაგ მზად და ჩვენ ახლა ვნახოთ.
ვიმუშავებს დღეს ჩემს საყვარელ დასტარზე, სუფიზე. აბა ვნახოთ, მისი სულის ენერგია, ვნახოთ ეხლა, რა ხდება მის შიგნით, ხო? ესეთ ღრმა დონეზე შევხედოთ ჩვენ. რას ეძებს მისი სული, ვნახოთ. რას ეძებს მისი სული, რა არ ყოფნის, თქვათ, სად მიისწრაფება, ხო? რა უშლის მის სულს, რომ იაროს თავის ჭეშმარიტ გზაზე. მესამე კითხვა. საით არის, საით მიუძღვნის რა, საით არის მიმართულება მისი სულის, ნახოთ. კიდევ ნახოთ ახლა თქვენი სულიერი კარმული კავშირი, აი ეს ნახოთ რა კავშირი, რა საერთო გაკვეთილი რა გაქვთ თქვენ მასთან. და რა როლს თქვენ თამაშობთ ამ გზაზე, ნუ და რა თქმა უნდა გავეგოთ მაღალი ძალების გზავნილი მის და თქვენ კავშირის შესახებ. აი ასე, ნახოთ ახლა მაღალი ძალები თქვი და კიდევაც მე-20 არკანი არის ბოლოს რა. აქ მართლა არიან, როგორ იცით, მაღალი ძალები ზიან და აკვირდებიან მართლა. აი თითქოს შეიძლება აქ საგვარეულოს მთავარი, ვინც არის გმირი, ასე რომ ვთქვათ, უკრავს, აი ნუ აქ რაღაც ძალიან საინტერესო, აქ მართლა მაღალი ძალები ზიან და უყურებენ სად მიდიხართ რა. ანუ რომ თქვენ როგორ არ გადაუხვიოს თქვენმა საყვარელმა მამაკაცმა არ გადაუხვიოს თავის გზას. აი ამას აკვირდებიან, უკვე აქაც მეუბნებიან და აქ ნახათ როგორი მაგარი ხალი ხართ, ღმერთო, ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერი, შემდგარი. ყველანაირად აი თქვენ პრაქტიკებს აკეთებთ უეჭველი აქ, ოჯახისთვის ხარ ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება თქვენს უკან არის ძალიან, აი როგორ გითხრათ, ისე თქვენ თვითონ, აი თქვენ თვითონ ნახათ აქ თასების დედოფალი როგორია, თქვენ თვითონ უკვე შექმენით რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება თქვენი ოჯახისთვის, შეიძლება საერთოდ სამყაროსთვის, შეიძლება, ანუ ხალი, რომელიც არის ფიქრობს არა მხოლოდ თავის თავზე, ფიქრობს ძალიან ბევრზე და სხვის ბედნიერებაზე, სხვათა შორის და აქ თქვენ აი ძალიან ბევრ ამის აკეთებთ, შემიძლია თქვა საზოგადოებისთვის, ემსახურებით, ძალიან აი მაგრად ემსახურებით, იმიტომ რომ დიდი ცოდნა გაქვთ, ძალიან გათანასწორებული ადამიანი ხართ, ძალიან დიდი გამოცდილი ადამიანი ხართ, ძალიან ბევრი რამ იცით თქვენ ურთიერთობებზე, შეიძლება გქონდეთ კიდევაც ურთიერთობები, მაგრამ ძალიან კარგი დედა, მაგრამ არა, კარგი დედა ხართ, აი ძალიან რა, ესეთი აი მშვენიერი გოგო ხართ და ნუ ბევრი თქვენ იბრძოლეთ ამ ცხოვრებაში იმისათვის, რომ თქვენი მომავალი შეგექმნათ. აი ძალიან ბევრი რა, იმიტომ რომ აი შეიძლება ზოგი მართლა იბრძოლა იმისათვის, რომ გამხდარიყო სიტყვაზე, ნუ თავისი აი აქ პირადი დანიშნულება აქ ადამიანს არჩეული აქ უკვე სხვათა შორის, აქ არ არის ეს პოზიცია, როცა მე არ ვიცი სად მივდივარ, არა. აქ ძალიან კარგად იფიქრეთ თქვენ, ძალიან ბევრი შეიძლება უძილო ღამე გქონდათ ძალიან სანამდე გადაწყვეტეთ თქვენს გზას, თქვენ აქ ძალიან რთული გზებიც გამოვლილი, ბევრს ფიქრობდით, მაგრამ არჩევანი თქვენ უკვე გააკეთეთ და არანაირი არა გაქვთ თქვენ უკვე ეჭვი, მე სწორი გზით მივდივარ თუ კიდე რამეს ვეძებ, კი შეიძლება ვეძებ, მაგრამ მხოლოდ იმას, რასაც მე მაძლევს ძალას და ყველაფერი მიგიყვანა თქვენ იმ დონეზე, აი ასეთმა სიტუაციამ, როცა ადამიანს ქონდა ბევრი უზომოდ ტკივილი, ბევრი რაღაცები გადაიტანა, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, თქვენ თვითონ თითქოს აი გამოიყვანეთ თქვენი სული, თქვენ აი აქ იმის მიუხედავად, რომ ქონდა ძალიან ბევრი ტკივილი, გადატანილი ყოველს თავისი და თავის სიტუაციაში, ბევრი დანაკარგიც გქონდათ, მაგრამ აი თითქოს როგორ ხართ, იცით მე რომ გადახედეთ თქვენ ცხოვრებას, თქვით რომ არა მე მაინც გამოვა მდგომარეობიდან, იმიტომ რომ აქ რაც მთავარი ისეთ რა არის, იმიტომ რომ თქვენ აქ ბევრი ასეთი ტკივილის თემებიდან თითქოს მე თვითონ
თქვენს თავს უთხარით, რომ მოდი დამშვიდე, მოდი ახლა ეს ყველაფერი მიიღე, მოდი ახლა აი გული არ არის დახურული, თითქოს აი როგორ არის, ყველაფერი ცუდი, ბევრი ცუდი მქონდა, ხო, მაგრამ ეს ამ ცუდისგან გამოიტანეთ რაღაცა ძალიან კარგი დასკვნები რა. და ეხლა აქ არის აი ზოგისთვის ემართლა შეიძლება შეხვდეთ ისეთი სიყვარული, რომელიც აი ანთო თქვენში რაღაცა ცეცხლე რა. ანუ იმ პერიოდის მერე როცა რაღაცა სტაგნაცია გქონდათ, რაღაც არაფერი არ ხდებოდა, მოგწეს ისეთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ სრულიად მოულოდნელად, აი როგორც შეიძლება იზახეთ ბედის საჩუქარი არის, რომელმაც აგერიათ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს თქვენში ჩართო სხვა ენერგია და ეს ამ ენერგია მოგცა თქვენ ნამდვილად საშუალება, აი ნახეთ რამდენი სხვა ენერგია ჩაერთო თქვენში და შეხედეთ თქვენ სულ შეიცვალეთ, თქვენ ამ ადამიანის ხელში ძალიან შეიცვალეთ და გახდეთ გამარჯვებული. რაღაცა წინსვლა გქონდათ ამ ადამიანის გამოჩენის მერე და მაგრამ ამავე დროს უდიდესი გაკვეთილების გაქვთ გამოვლილი. ნუ აქ უკვე დასთამობ თითქმის ყველაფერი მომიყვა, შეგვიძლია დავასრულოთ, ხო? ნუ ნახოთ ახლა ჩვენ ეს მადლობა ჩვენ დასტას რომ უკვე თითქოს გვითხრა ბევრი რამ, ახლა მე ჩვენ დავიწყოთ ახლა პირველი ესე იგი ვნახოთ ჩვენ მაგი თვითონ რა ენერგიებში არის ეს ადამიანი. მისი სულის ენერგია, რა ხდება მის შიგნით, მისი სულის ენერგია. მისი სულის ენერგია ზუსტად ჩვენ ხო ვთქვით, რომ ესე იგი სად მიდის მისი სული, ხო? რა გზით. მისი სული ახლა ემზადება ახალი გზისთვის. ანუ შეიძლება რაღაცა ეტაპი უკვე მან გამოიარა და შეიძლება გქონდა ბევრი კითხვები თავის თავთან, მაგრამ ახლა მისი სული არის უკვე ესეთ მდგომარეობაში, რომ ფიქრობს მომავალზე, всё გადავდევართ ახალ ეტაპზე და უკვე აქ შემიძლია იგითხრათ, ანუ აი თითქოს როგორ არის, იცით, მესამე უკვე ну, აქ ესეთი ენერგია არის, როცა ადამიანი იღებს ამ თავის გამოცდილებას და ფიქრობს უკვე სიახლეზე, უკვე ფიქრობს იმაზე, რომ აი მე ვაგრძელებს ჩემს გზას, მე ვტოვებ ყველაფერს, რაც კი იყო უკან, ეხლა ბევრს ფიქრობდი, მაგრამ უკვე მივხვდი, რომ всё, უნდა წავიდე წინ, სული აქ ყველა ვარიანტში აქ რაღაც ახალ ეტაპზე გადადის, ანუ ესეთი ენერგია და თან ახლა ძალიან მაგარი ქმედების ენერგია არის აქ. პლუს კიდე შემიძლია ვთქვა, რომ აქ ადამიანი არის როგორ იცით, აი რატომღაც მომდის ესეთი ინფორმაცია, რომ აი არჩევანის წინ იყო ეს ადამიანი, გაიგეთ, მაგრამ თითქოს მივხვდა, რომ მე სადაც მივდივარ, იქ უნდა ვიყო, სადაც აი მართლა ნამდვილად თავს ვიგრძნობ კარგად და ანუ ძალიან ბევრი ემოციები აქვს ამ ადამიანს. აქ და შეიძლება ვთქვა, ნუ სიყვარულის გამოც, იმის მიუხედავად, რომ ეს არის კვერთხების, მაგრამ ბევრი წყარი არის, ძალიან ბევრი წყარი. ну, მოდით აბა კიდე მაინც აი აქ რატომღაც მინდა რომ მისი სული გეზი ენერგია არის ძალიან კარგი. შიგნიდან რა ხდება ახლა ამ შიგნიდან რა ხდება მის სულში. ну, ხო გითხარით რა, განულება, აი როგორც თქვი პრინციპში რა, განულდა რაღაცა ეს არის როგორი პერიოდი, იცით, იგივე რა. ანუ როგორი მომენტი იყო, ესე იგი გქონდა რაღაც პერიოდი ამ ადამიანს უეჭველი, როცა შეიძლება იყო თქვა თავისთვის, მაგრამ აი ეხლა მაგასში უკვე ну ისვენებდა, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ დასვენება შეიძლება ბევრი რამისგან გქონდა დასვენება, მაგრამ შეიძლება დრო გქონდა იმისათვის, რომ ეფიქრა ამ ადამიანს ბევრ რაღაცებზე, მაგრამ ეხლა მოხდა როგორ იცით, აი სული თითქოს აი აღდგა რა, ასე რომ ვთქვათ, ну რაღაც შეიცვალა რა, შეიცვალა და ახალი გზა არის. ну აქ ხო გითხარით, გამოდის ადამიანი რაღაცა რთული პერიოდიდან. მოდით ვნახოთ ახლა რას ეძებს მისი სული, სად მიისწრაფება, რა არ ყოფნის მას. ну აქ როგორი მომენტი არის, რას ეძებს მისი ფული. ხუთიანი პენტაკლების ფულს ეძებს, კი მართალია. მაგრამ აქ უფრო ღრმად რო ჩავიხედოთ ჩვენ,
მაგას არ ყოფნის ფინანსური მდგომა, ანუ მატერიალური მხარე. ნახეთ, სულიერ დონეზე ეს ადამიანი მართლა ძალიან განიცდის იმას, რომ აი მატერიალური მაგის მხარე არის ძალიან რთული. ჩვენ კი ვეკითხებით იმას, რომ აი რას ეძებს მისი სული, მაგრამ შველას ეძებს, იმიტომ რომ მეხუთე ენერგიაში, იმიტომ მეც პენტაკლების აქ უკვე არის როგორი მომენტი, იცით, როცა არა მხოლოდ იმაზე საუბარი, თქვა, აი სულის დონეზე, აქ უკვე მატერიალურსაც გვაჩვენებს, რომ თითქოს დაკარგულია ეს ადამიანი, აი როგორ არის იცი პენტაკლების ხუთიანი, როცა შენ ავათხარ, როცა შენ რაღაცა დაკარგე, როცა შენ ანუ მატერიალურად ვერ ახარ, კომფორტში ვერ ახარ. ანუ ეს სიტუაცია არ არის არასოდეს ტყუილა უბრალოდ. ამ სიტუაციაში ჩვენ გვაგდებენ, როცა ჩვენ რაღაც ან არ გვესმის, ან არ მივდივარ ჩვენს გზაზე, ან რაღაცა ძალიან უკვე დრო მოვიდა იმისათვის, რომ შეიცვალოს სიტუაცია, ადამიანმა რაღაცა უნდა ისწავლოს. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდა მარტო, თქვათ, მატერიალური დონით და ანუ მარტო მატერიაში ცხოვრობდა რა. მაგრამ აი ეხლა ამით მე ვეტყოდი, რომ ამას ყველა დარგში რაღაცა აკლია. შეიძლება დეპრესიული სიტუაციებიც გქონდეს, ანუ როცა აი სული არ არის ადგილზე, რომ არის რუსულად თქვა, მე არის душание на своем месте რა. აი ეგეთი რაღაც მომენტი ეჭის აქ ამ ადამიანს რა, რომ საშინლად განიცდის რაღაცას და აი არ ყოფნის მატერიალურ დონეზე, აი აქ მატერიაზე, даже სული ნახეთ, სულის აქ დანაკლისი ძალიან ისეთი, რომ აი თითქოს ავათა არის, ასე რომ ვთქვათ რა. და იმიტომ შეიძლება გეუბნებით, აქ დიდი სტაგნაცია გქონდა, აი აქ даже როგორი მომენტი მაქვს, მოდის იცით, აი თითქოს ჩააძინეს ეს ადამიანი, აი კომაში შეიყვანეს რა, რომ აი ეს რამე თქვათ ეფიქრა, რა ვიცი, აი რაღაც რა ვიცი, რა სიტყვა მომდის. ну, короче, კომაში იყო ეს რა. так, მოდით კიდე მაინტერესებს კიდე აბა აქ რას გულისხმობთ. ну, აი კი ბატონო. აქ ხო გეუბნებით მის სულს ეხლა უნდა თითქოს აი მატერიალურ დონეზე განვითარება არ ხდება. ნახეთ, შეიძლება даже პირიქით ადამიანი იყოს სულიერად, აი დაუშვოთ ეხლა მიდგომა აქვს ადამიანს, აი რომ დაელაპარაკები, აი თქვათ ფიქრობს რომ აი სიყვარული დაუშვოთ ხო არის სიყვარული, ხო გვიყვარს ჩვენ ერთმანეთთან, ხო კარგად ვარ ჩვენ ერთმანეთთან, მაგრამ აი ეს მატერიალური დონე, ხო, აი ნახეთ იმპერატორი კიდევაც აი აქ არის, ხო? ანუ მატერიალურ დონეზე დაუშვათ არ ფიქრობს ეს ადამიანი, ან არ ფიქრობდა იმაზე, რომ აი თქვათ საჭირო არის, ხო, მამაკაც თავისი მაინც მოვალეობა აქვს, ქალს თავისი მოვალეობა აქვს, ხა ეგ სულის დონეს სხვა, მაგრამ ну, როცა ჩვენ ახლა დედამიწაზე ვცხოვრობთ, აქ ჩვენ სხვა კიდე მოვალეობები გვაქვს, ხო? და შეიძლება ზუსტად ეს მომენტი იყო, რომ ადამიანი თქვათ მაგ მხარეს არ უფიქრდებოდა, შეიძლება პასუხისმგებლობის აღება რა არის ახლა, თქვათ, ну, თუნდაც ჩვენ ვიზახეთ ქალს, აქ სწავლობს, აქ არ იცოდა, ბევრი რაღაცები არ იცოდა და ამიტომ თითქოს აი არ გქონდა რაღაცა გამოცდილება და ამიტომ ну, როგორი მომენტი იცით, რომ შეიძლება ფიქრობდა, რომ ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ისე უნდა მოვიდეს, რომ თქვათ, ну, ხო არის რაღაც სიტუაციები, რომ დაუშვათ ან ბავშვს ყველაფერს აძლევდნენ, თქვა, დაუშვათ, ხო? ყველაფერი თუ რამე სჭირდებოდა, მაგას აძლევდნენ. აი ესეთი გამოცდილება შეიძლება გქონდეს, რომ დაუშვათ ახლა არ არის მასში ის ენერგია, რომ თქვა, მე უნდა შენ და მოიპოვო, იმიტომ რომ ყველაფერს ისეთ აძლევდნენ, მაგრამ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ დარჩა უფულოდ. აი ეს სხვათა შორის პრობლემა არის, ძალიან ბევრის მე მაგ თემას კიდე უბრუნდები. ну, ეს ყველას არა, ну, რადგან საჯარო გაშლა და შეიძლება ვინმესთვის მნიშვნელოვანიც იყოს ეს მომენტი, როცა ჩვენ, ну, დედები საერთოდ ზრდიან შვილებს ისეთ ფუფუნებაში ყველაფერი. შენ თან ახლა არის ეს ტენდენცია წამოვიდა უკვე, როცა დედები წავიდნენ თავ საზღვარგარეთ, დატოვეს ბავშვები,
ბავშვები ზოგმა დატოვა პატარა და არიან როგორ იცით ფულს ხო უგზა აბა რისთვის ვარ წასული ხო თუ ფული და ეს უკვე 40 წლამდე მიაღწია და დედა კიდე ფულს უგზავნის ამ შვილს ხო და ამით სრულ დეგრადაციას აკეთებს იმიტომ რომ მაგას უკვე მერე ურთიერთობაში უჭირს როცა შედის და ვერ ხვდება ეგ ეძებს კიდე დედას რა რომელიც მას რაღაცას მისცემს და მერე ხვდებიან გოგოები რომელსაც ნუ ნამდვილად არ უნდათ ახლა გოგოებიც შეიცვალენ ახლა თვითონ უკვე ბევრ ამის აღწევენ თვითონ და ნამდვილად ახლა თქვა ზედმეტი შვილი ახლა ვის უნდა ხო რო თქვა ახლა კიდე მაგასაც რამე და ეს ნუ გავუკეთოთ თქვა ახლა როგორც შვილს ხო მაგრამ ასეთი მამაკაცები ვინც ზრდებიან და ეს ახლა უამრავი სიტუაცია არის ხა ყოველდღე კონსულტაციები მაქვს და ვიცი რომ ეს სიტუაციები ხდება როცა აი ასე ბიჭები მიჩვეულები არიან იმაზე რომ ყველაფერს აძლევენ თქვათ ეს დედები კარგად გრძნობენ თავს იმიტომ რომ ხა წასული ვარ და ეს არის მაგათი მეორადი სარგებელი იმაში იქ რო არიან ვითომ ახლა თავის ცხოვრებასაც ზოგი ქმნის ასე რომ თქვათ როგორც მას უნდა და ის კომპენსაცია რომ მე ხო აქ ვმუშაობ შვილო რომ შენ არაფერი მოგააკლდეს აგზავნიან უგზავნია ეს შვილი უკვე ოჯახსაც ქმნის უკვე რაღაცა შვილებიც ყავს ну короче არის სრული ხაოსი რა სრული დეგრადაცია ხდება მაგ დროს იმიტომ რომ ну არა აქ ამ კაც უკვე აი ეს გამოცდილება იმისი რომ კაცმა უნდა მოიტანოს და არა თქვათ კაცი არის ვალდებული სიტყვაზე იმიტომ რომ თუ შეიძლება დაუშვათ ახლა ზოგი გაშორებულები ზოგი თქვათ მამისგან ვერ ხედავდა ну რაღაცა მომენტები რა და მიჩვეული ხდება რომ თქვათ მას უნდა მიუტანონ ისედაც ყველაფერი რაც მას უნდა კი შეიძლება კონდეს რაღაცა მომენტები რომ თქვათ არა უნდა ვიზრუნოთ რა მაგრამ არა იმ დონეზე როგორც თქვათ იმპერატორის დონეზე არა აქვს მაგალითი არა აქვს ეს პროგრამა მაგასში რომ კაცმა უნდა მოიტანოს კაცმა უნდა გააკეთოს იმიტომ რომ ზამზარეული ქონდა ყველაფერი და ასეთ ადამიანს მე ადრე თუ გვიან ეწყება ეს პრობლემები როცა ხდება ქალი ეხლა წარმოიდგინეთ და ეხლა ამისთვის ეს გამოცდილება არის რაღაცნაირად უცნაური რა თქმა უნდა მე ვარდება ეს აი ხა მისი სული ეუბნება რომ ნუ თან მაღალი ძალები აქ ჩართულები არიან როშვილო რას ქვია ვერ გავიგე შენ თვითონ უკვე უნდა გაიზარდე დიდი ბიჭი შეიძლება 40 და რაღაცი წლის ხარ ხო დაუშვ და რო არ თქვათ სხვა საგზე ხო და შენ თვითონაც ხო უნდა რაღაცა შექმნა ხო ან შეიძლება თქვათ ის დედა ვეღარა წოდებს ამ ფულს ან სიტუაცია შეიქმნა ნუ ყველას თქვენი სიტუაციები გაქვთ ხო და უკვე მოვიდა ის დრო რომ ეს პროგრამა რომელიც არის მასში უნდა დაამუშავოს და უნდა მიხვდეს რომ თუ მე რამე მინდა თუ რამე მინდა ხო აი მას ეს მე თვითონ უნდა რაღაცა გავაკეთო და არა ველოდო ვიღაცისგან. გაიგეთ რა ხდება? და არა აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება და აი ასეთ ადამიანებს ძალიან მწარეთ მე ანუ უჭირთ რა გასვლა ამ პროგრამიდან რა, იმიტომ რომ მიჩვეული რო ხარ, მაგრამ სიტუაცია ისე იქნება, შეიძლება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მეტი არ მინდა არაფერს მე აღარ ავიღებ არავისგან, მე მინდა თვითონ ჩემი და ასეთ მდგომარეობაში მე მოყოფე ადამიანი არის როგორ აი ცოლი არ მოყავს რა მე აგერ აქ შრომობ მე ხო მაქვს ფული მე ხო შემიძლია ჩემ შვილს გავუკეთო რამე რომ ცოლსაც ვარ ჩემ შვილიშვილსაც იმიტომ რომ რა არის მოდით აი ცოტა ღრმად რო ჩავიხედოთ დედა უკვე მიეჩვია იქ ცხოვრება სადაც ცხოვრობს ხო და იმას უკვე თავისი განრიგი აქვს და ამიტომ ურჩევნია რომ ეხლა აქაც ვიმუშავებ კიდე ფულებს გამოგიგზავნით და თქვენი ყავით აქ თქვენი ცხოვრება და მე ჩემი ცხოვრება. ნუ ყველას თავისი აქვს, მაგრამ მე გეუბნებით რომ აი ეს პროგრამები ძალიან რთული არის მე ბიჭებისთვის რა, აი ძალიან რთული რა და მე ვზივართ ასე და ვარჩევთ რა სჭირს მის სულს, აი ეს სჭირს, მაგას ზუსტად რომ ისე დღეში ჩააგდეს რომ ადრე თუ გვიან ადამიანი უფიქრდება. ეხლა ეს დედაც მთელი ცხოვრება ხო არ გამოუგზავნს, ან შეიძლება ქალი შეხვდა აქ ისეთი რომელმაც ამაზე აფიქრებინა და უთხრა რომ შენ ცოტა აზრზე მოდი რა რომ შენ თვითონ უნდა იყო კაცი მე შენგან მინდა მე რა მინდა დედა შენი და ასე შემდეგ თქვა ხო ის ახლა თავისთვის
რამე იზრუნოს. ნუ აქ ძალიან ისეთი პროგრამა არის ზის ურთულესი ასე რომ ვთქვათ რა. ნუ ეს იმიტომაც როგორც ყოველთვის გეუბნებით, მე ამას ვარჩევ ხოლმე პირად გაშლას როცა ვაკეთებ ბედის მატრიცასთან ერთად და სხვადასხვა კურსი უკვე დაიწყო. ძალიან ბევრი მთხოვდა და უკვე დავიწყეთ. პირველი გაკვეთილიც გაიარეს უკვე ჩემო მოსწავლეებმა და ძალიან კმაყოფილები არიან. იმიტომ რომ აი ზუსტად როცა შენ იცი რა პროგრამები გჭირს, შენ უკვე ამის საშუალებას გეძლება რომ დაამუშავო, რომ მე აი ასეთ დღეში არ იჯდეს თქვენი სული, არ იჯდეს, აი ასე ნერვიულობა არ გქონდეს, იმიტომ რომ სული არ იცის, აი მე რო გეუბნებით, ნახეთ ახლა ხო არ იცის საწავიდეს, არ იცის რა გააკეთოს. კი, ბიძგი მოდის უკვე იმისათვის რომ მე მინდა ბედნიერი ვიყო, მე თვითონ მინდა ჩემი ცხოვრების მართვა, მე მინდა თვითონ, იმიტომ რომ მე ზიანე გენი შეიძლება ზიან სახლებში იმაში ვთქვათ, რომ ახლა მე რო ვთქვათ, არ დაუჯერო დედას, ან არ გავაკეთო ისე რაც დედა ჩემს უნდა, მე რა ხდება? მე რჩები უფულოდ უყველაფროთ რა და სამსახურის სად დრო ხო მიდის და ეს ზის და ფიქრობს. დრო ხო მიდის რომ მე ხო მინდა რომ თქვათ ახლა მე შევქნა თქვათ ურთიერთობა აი ქალთან ერთად კარგად ვიყოდე რაღაცა, მაგრამ ზიან იქ, იმიტომ რომ ნუ ეს всё, მორჩა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის ურთულესი პროგრამა. მივხვდით თქვენ ახლა ისე აგიხსენეთ რაც შეიძლება ახლა საჯარო გაშლაში საკმარისია. შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ესე იგი რა უშლის სულს რომ ნუ თავის გზაზე რო წავიდეთ. აი ზუსტად ეს უშლის ხო, ნუ რასაც ვილაპარაკი, მე პრინციპში უკვე გითხარით რა. იგივე. აი ეს უშლის რომ არ იცის საწავედის, არ იცის. აი ახლა კი ენერგია არის, აქ იმიტომ არის რომ უკვე არჩევანი გააკეთა, всё. ნაბიჯი გადადგა, უკვე თუნდაც გონებრივად ხო გავაკეთე, ხო ოცნების დონეზე მაინც არის. აი აქ უკვე სული ეუბნება, სული უძახეს დროზე მოდი გამოგა სად რა უშლის სულს, აი ზუსტად უშლის ეს ბლოკები უშლის რა, კარმაც უშლის, შიშები, ნუ ამაზე მე უკვე მოგიყევით თქვენ, ახლა ახარ დაუბრუნდები, ზუსტად აი, ნუ იცით თქვენ ვინც მიცნობთ რომ მე ჯერ ლაპარაკობ მე ტარო მიდასტურებს რა, ეს ასე არის. ხო და ეს არის ეგეთი სიტუაცია, ურთულესი სხვათაშორის შემიძლია გითხრათ რა. სად მიუზღო მისი სული, სად და ზუსტად აი ეს განკურნებაში, აქ გეუბნებით, აქ ხო გითხარით, აქ ადამიანი მართლა ჩააგდეს ისეთ დონე, ისეთ სიტუაციაში, სადაც აი ეს უნდა გაევლო, თქვა თავისი სულის ღამე, შავი ღამეები რა, ეფიქრა, ნუ დრო მოვიდა ეთყობა და ეხლა უკვე არის ეს მომენტი, მისი სულიერი საერთოდ ნახეთ მიმართულება და გამოდის ეხლა ზომიერება. ანუ ადამიანი მართლა ეხლა უკვე უსმენს თავის სულს რა. თუ შეიძლება ადრე მაგას არც აქცევდა ყურადღებას, აი დაუშვით, ნუ მარტო ცხოვრობდა ხოლმე თქვათ გონებით რა. აი ეხლა ეს ადამიანი უკვე უსმენს თავის სულს, იმიტომ რომ აქედან გამოსვლა მე 5 ჯვარი ჩემო მოსწავლეებო მივხვდით თქვენ, რაზეც მე ვსაუბრობ აქ. აი აქ არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა ადამიანი ნამდვილად აი ისევ გადმონახეთ, კი ბატონო, აი ამას ნახეთ ამ ადამიანს სხვათა შორის, აქონდა მითითება ქონდა თავისი შეიძლება თქვათ შეყვარებულისგან, ადამიანისგან. ნახეთ ახლა რა ხდება, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი გეტყვით ახლა. ღმერთს არა აქვს ხო იმის საშუალება რომ ჩამოვიდეს და გამარჯობა. მე ახლა ყველაფერს აგიხსნი. არა. გვიგზავნიან, ნუ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ჩვენ მეფეზე, გვიგზავნიან, ანუ გზავნიან ვიღაცას, ვინც მაგას აუხსნის, ეტყვის, ატკენს გულს, შეიძლება მიუთითებს. გაიგეთ, ეს არ არის რა თქმა უნდა სასიამოვნო, გაკნახეთ გოგო მოვიდა და რაღაცებს ამას რა ქვია, ეთამაშება რა, ეჩალიჩება, ასე რომ თქვა პირში უყობს რაღაცას. ნუ ყოველ შემთხვევაში არასასიამოვნოს აკეთებს რაღაცას ამისთვის რა. იმიტომ რომ შენ უკვე მართლა ხო რაღაც ნუ აქ თანახეთ როგორ კი ბატონო.
და დაფიქრდა ეს ადამიანი, გაიგეთ, ამ სიტუაციამ, რომ რა სიტუაციაში ეს ადამიანი აღმოჩნდა, დააფიქრებინა მას და ზუსტად აი შეიძლება მტკივნეულიც იყო და ამას აი მართლა მისცა საშუალება, რომ დავფიქრდი მე ჩემ ცხოვრებას, მე თვითონ ვხატავ, თუ რა ხდება. აქ მაგას მართლა აი დაუბრუნდა სულს, სად მიდის მისი სული და თავის აი როგორ გითხრათ, აქ თვითონ აქ даже უფრო ადამიანი დაუბრუნდა თავის სულს, აი ასე მინდა რომ თქვა რა. და ზუსტად დაფიქრდა, იმიტომ რომ სულმა უკვე დაიძახა ჩერეს ვიღაცამ აქ მაგას მისცა ბიძგი, კი და შეიყვანა ტრანსფორმაციაში. კი, იმისათვის, რომ აი თან ჩერეს სიყვარულით, გაიგეთ, რომ აქ მართლა, პრინციპში მე როგორც გეუბნო, კი ეს ენერგია, სიყვარულის ენერგია და თან ნახეთ როგორი მომენტი, როგორი მოქმედეს ამაზე. ამ ადამიანს მისცეს სიყვარული, აი თან ისეთი სიყვარული, რომელიც შეიძლება მის ცხოვრებაში არასოდეს არ ყოფილა. ანუ აქ როგორი მომენტი, იცით, როცა შეიძლება თქვათ, ადამიანს ქონდა ის მომენტები, რომ თქვათ, ეხლა დღეს ერთი, ხვალ მეორე, ხვალ ზეგ მესამე, ან ურთიერთობაში შედიოდა და ადვილად გამოდიოდა. მაგრამ და სულ ეგრე იყო მიჩვეული რა და ამიტომ ასეთ ურთიერთობაში ხო გეუბნები, აი როგორც მე მაქვს ტრენინგი, ხო იდეალური ურთიერთობაში არ ვითარდება არც ადამიანი, არც სული არაფერი არ ვითარდება. როცა შენ ყველაფერი გაქვს და ადამიანსაც ბეზრდება მე ყოფნით, რომ სული აქ მაგის წარმოვიდა, რომ იჯდეს და სულ მართო რომ წერენ ზოგი, რომ მე მინდა მშვიდი ცხოვრება, არ იქნება აქ მშვიდი ცხოვრება, გაგიჟდები შენ თვითონ მშვიდი ცხოვრება რო ქონდეს. ხო და ამიტომ ნახეთ, აქ ადამიანს მისცეს ეს ისეთი ვიღაცა, ხო? ანუ ისეთი, რომელიც აი თითქოს აი რომელიც არ ყავდა, აი სიყვარული, ისეთი გრძნობა მისცეს, რომელიც მაგას ავსებდა, რომელიც მაგას აძლევდა ენერგიას, რომელიც ახლა მართლა უნათებდა გზას, ვისანაც კარგად იყო, რომელიც არ შეიძლება ოცნებობდა ეს ადამიანი, შეიძლება ადრე თქვა და ახლა რა თქმა უნდა შენ ახლა მილიონაირი ურთიერთობაც რო გაქვს, შენ მაინც გინდა რომ მოვიდეს შენ ცხოვრებაში აი ეს ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ეს ნამდვილი სიყვარული რომ მოდის, იგაც არის რაღაც მომენტები, ეს ნამდვილი სიყვარული უფრო მოქმედებს შენზე, ხო? და აი აქ ზუსტად ეს მოხდა, მაგრამ აქ ადამიანმა რო ვერ გაიგო, თქვა, კი ის შემიყვარდა და რაღაცა, მაგრამ ეს პროგრამები რო გითხარით ჩაერთო, დაკარგა. იმიტომ რომ ანახეს მაგას ეს კარგი, მაგრამ ხო აი აქ რაც წეღან ვილაპარაკე, ეს ჩაერთო და აქ ადამიანმა დაკარგა ეს ყველაფერი რა. და ამიტომ ეხლა არის გულის ასეთი ტკენები რა. და ეხლა ეს უკვე ამ სიტუაციამ ყველაფერმა მიიყვანა ამას, მიიყვანა ეს ადამიანი ტრანსფორმაციაში, კი ბატონო. და კიდე აი მეუბნებიან ისევ ზომიერებიც ხურავს. კი, სწორედ თქვი მითხრეს დამიდასტურა თვით სულმა. ნახოთ ახლა ჩვენ შემდეგი. თქვენ როგორ ხართ დაკავშირებული ამ ადამიანთან სულის დონეზე? ძალიან კარგად. აი თქვენ ხართ ის ადამიანი, ნახეთ, აი როგორ ხარ დაკავშირებული და ძალიან მშვენივრად, კარგად დაკავშირებული ხართ მართლა რა. აი თქვენ ხო, აქ გიპასუხოთ, ხო, იქ მიდის მისი სული, რომ უნდა ამ ტკივილით მოიპოვოს რა თავისი სულის გზა. მოიცადეთ ერთი წუთი აქ რაღაცა. პრინციპში რაც მოგიყევით რა, გამოვა ეს ადამიანი, აქ ამ სულს მიყავს ამ ბნელ ღამეებში, ასე რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ თავის მომავალზე იფიქროს, თავის ბედნიერებაზე იფიქროს, ოჯახზე იფიქროს, თუნდაც თავის ცხოვრებაზე იფიქროს.
თავის ცხოვრებაზე იფიქროს და მიხვდეს, რომ მე მაგ ჩემი გზა, აი თუ აქ დაუშვათ არის მშობლიურ სახლში ეს ადამიანი, ხო? აქ ყველა ვარიანტში ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ თითქოს აი ნახეთ ისეთი საინტერესოა და უფიქრდება ეს ადამიანი მართლა ბევრ რაღაცას და ეხლა თითქოს შეაჩერეს, ხო, რომ აი გადაფასება გააკეთა ამ ადამიანმა ამ სიტუაციაში და მიხვდა რომ მე მინდა ჩემი ბედნიერება, ანუ და არა ვიფიქრო ეხლა, ნუ აქ არის როგორი მომენტი კიდე, იცით, როცა შეიძლება აქ ადამიანი ან შეიძლება გაშორებული იყოს, ან არის მარტო, აქ არ არის დაოჯახებული, მიხვდით? აქ ადამიანი დაფიქრდა თავის ბედნიერებაზე რა. და კარგი, всё. თქვენ როგორ ხარ დაკავშირებული სულის დონეზე? მოიცადეთ ეს ავიღოთ ჩვენ. Так, ჩვენ ახლა თქვენ როგორ ხართ ამასთან დაკავშირებული? ნუ სხვადასხვა ძალიან პრინციპში ცუდი ახლა არ არის ეს ენერგია, პირიქით даже კარგიც არის, იმიტომ რომ თითქოს თქვენ შეგაქვთ მაგის ცხოვრებაში ბედნიერება და თქვენ აი თითქოს მისის, ნუ აი როგორც ადამიანი, რომელიც არის აი სიხარულიში აქვს მის ცხოვრებაში, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ნუ ნახოთ ახლა თქვენი კარმული და სულიერი კავშირი. მოდით ნახოთ და თქვენი საერთო გაკვეთილი იყოს აქ. ნუ სულიერი კავშირი ხო გზას უნათებთ, თქვენ უნათებთ მაგას გზას. აი თქვენი კავშირი ეს არის, თქვენ ხართ მისი მზეც და მთვარეც რა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მასში შეიტანოს ან ძალიან კარგი ენერგიები, ანუ თითქოს როგორ იცით, ანუ იზიდავთ მაგას, თქვენი პოზიტიურობით, თქვენი მეგობრული თუნდაც მიდგომით, ხო? თქვენ მაგას აძლევთ ენერგიას, თქვენ აი თითქოს მსუბუქად როგორ იცით, აი თქვენ ხართ მისი პოზიტივი რა. აი მისი პოზიტივი ხარ, აი ასეთ რთულ პერიოდში, ასე რომ ვთქვათ რა. ნუ პრინციპში როგორი გაქვთ საერთო თქვენ გაკვეთილი კარმული, ხო? გაკვეთილები აქ სიყვარულის თემა არის, მოიცადეთ აბა რას გულისხმობთ. ან ესე იგი აქ გაკვეთილი გაქვთ საერთოდ რა შეიძლება იყოს სადაც არის დანაკარგი. აქ თქვენ გასწავლიან ორივე სხვადასხვა ძალიან ხშირად შეიძლება მოხდეთ თქვენ აქ პაუზებში. აი ნუ დაშორებას ვხედავ რა. აი გაკვეთილი გაქვთ როგორ სიყვარული, თქვენ სიყვარულის, იმიტომ რომ შეიძლება თქვენს და ის ძალიან ხშირი სიტუაცია არის კიდე როგორც даже სიგნიფიკატორი ისიც რომ ვთქვათ, რომ აი თითქოს არის რაღაცა პერიოდი, როცა კარგად ხართ, მერე ისევ თქვენ გაშორებენ იმისათვის, რომ აქ даже როგორი მომენტი არის, იცით, თქვენ ესეთ ენერგია გაქვთ, თქვენ ესეთ მსუბუქ კარგ ენერგიას აძლევთ ამ ადამიანს, მერე ამ ადამიანს და თქვენს, ნუ რა თქმა უნდა, ახლა როცა დაშორდები ადამიანი რო გიყვარს, თქვენს ენერგიებს შედიხართ რაღაცებს თქვენ ამუშავებთ, მაგრამ ამას თითქოს ართმევენ იმას, რასაც მოქონდა ეს სითბო, ანუ თქვენ ხართ მისი ასე რომ ვთქვათ მზის სხივი და მე როცა უკვე თვითონად ეს ადამიანი ნუ უნდა ვიაროთ ჩვენს გზაზე, ხო? რაც ახლა ველაპარაკე, თუ ვერ ხვდება, მე ართმევენ თქვენს თავს და აგდებენ ძალიან დიდ პაუზებში იმისათვის, რომ იჯდეს და ისწავლოს. აქ ნახეთ ზის ახლა ეს პენტაკლების რაინდი და სწავლობს, ნახეთ, წიგნები უჭირას, ზამთარი, შეიძლება რაღაცა სოფლის სახლი არის, ზის და ესე რა ქვია, კითხულობს, რაღაცებს სწავლობს, ხო? იმიტომ რომ წაართვეს მაგას, კი. აქ არის როგორი მომენტი, აი ზუსტად ნუ რასაც ველაპარაკე, რომ ადამიანს შეიძლება რომ თუ დაუშვათ ადამიანი იყო მხოლოდ ვთქვათ, ახლა ნუ როცა ესეთი მომენტი არის, მე ხო გითხარით, შეიძლება ადამიანი ვთქვათ
ეძებს ისეთ ქალს, რომ თქვათ, ვისაც მართო გაერთობა, ვისაც მართო თქვათ, მისგან აიღოს თუნდაც მისი რესურსები, ეს რესურსი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, თვითონ უკან ვერაფერს ვერ აძლევს, თქვათ, ხო? რაც უნდა გააკეთოს, ანუ ჩვენ ხო აგვაჩვენოს, რომ აქ ადამიანს არ აქვს ეს სცენარი რა. და იმისი რომ თქვათ, მამაკაცმაც უნდა მონაწილეობა თან სერიოზული უნდა მიიღოს. და ზუსტად აი აქ იმისთვის ართმევენ მე აქ даже ხო გეუბნებით ისევ მაჩვენეს ბიჭი, იმიტომ რომ უფრო აქცენტი მაგაზე თქვენ უბრალოდ მოქმედებთ მაგაზე, თქვენ ხართ მისი ის ადამიანია, რომელიც ასწავლის მაგას ამ სიყვარულს, კი ბატონო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამას ახალ გზას უჩვენებს, ახალ გზას, აი ასე ჯობია, აი ასეთ ეს იქნება კარგი რა. და როცა ეს ადამიანი ანუ ძალიან ძნელად იღებს გაკვეთილს რა, იმიტომ რომ არის მიჩვეული რაღაც სხვა სცენარიებს რა, даже შეიძლება ვთქვათ თავი დავანებოთ ოჯახ, შეიძლება წრეში მოხდა ისეთში, სადაც იყო, აი თქვათ, მეგობრების თემა თქვათ, ხო? ან შეიძლება ისეთ მეგობრებთან ეუბნები, მიდი გამოიყენე ეს ქალი, ხო? მიდი თქვათ, ახლა ასე ქენი და მოდი ისეთ, ანუ რაღაცა ესეთი მომენტები არასა სიამოვნო რა. და ამაზე იყო ეს მთელი სიტუაციები რა. აქ ადამიანს ხო გეუბნებით, შეიძლება ჯანმრთელობაზეც მაგას არ ტყავს, ფულზეც არ ტყავს, ანუ ბევრ რამეზე არ ტყავს რა, იმიტომ რომ აქ გაკვეთილი იმისი, რომ უნდა შეგეცვალო ორიანი პენტაკლების, ხო, უნდა შეცვალო შენი მიდგომა სხვანაირად უკვე უნდა აერჩიო, შენ ასეთი ცხოვრება გინდა თუ ასეთი ცხოვრება გინდა. როგორი? კი ბატონო. კი. ანუ შენ როგორი სიტუაცია, შენ გინდა რომ გქონდეს ასეთი სტაბილური, კარგი, გამარჯვებული იყო, ხო? თუ გინდა რომ ყველაფერი კიდევ აი დაგენგრას რა. აქ ზაამ მაგრად ახლა არის, აი იმენა არ ტყავენ და არ ტყავენ და არ ტყავენ, იმიტომ რომ აქ ადამიანი შეიძლება წყვილებს ამბობდა, შეიძლება დაღლიტობდა, შეიძლება ღალატობდა, შეიძლება თავისი სასარგებლო სიტუაციებს ეძებდა, გაიგეთ, ამ ყველაფერში და ამიტომ ეუბნებიან, შენ არჩევანი გააკეთე. ან შენ მაგას მიდიხარ ამ ადამიანთან ერთად და იქნები ბედნიერი, ან იცოდი შენ ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები წავა, ისეთები რომ აი რა გითხრა რა, ანუ აქ ახალი ძალები ნამდვილად ანუ გაძლევენ საშუალებას, არჩევანს, ან შენი ნებით შენ შეიცვლები, ან ჩვენ გასწავლი ჭკუას. აი ესეთი გზავნილი რა. და ვნახოთ ახლა თქვენ, ესე იგი რა როლს თამაშობს მაგის გზაზე, ну, აი ცხრიანი პენტაკლებიც ხართ. ну, რაც თქვი პრინციპში უკვე მე. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მაგას ავსებს, რომელიც მისთვის ყველაფრისთვის, აი ანუ როგორ ხართ იცით, უდიდეს როლს თამაშობთ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ რისთვის ბედნიერებისთვის რა. ბედნიერებისთვის, იმისათვის, რომ თქვენ იყოთ ერთად, თქვენ იყოთ ბედნიერად, თქვენ იყოთ კარგად, თქვენ რაღაცები რო შექმნით, თქვენ ახლა ანუ თქვენ ნამდვილად სამყაროს უნდა რომ სამი მაღალი არკანი გამოვიდე რა. იმისთვის რომ თქვენ რაღაცები ისწავლოთ, თქვა ორივენი თქვენი ნიჭი გაიხსნას, თქვენ ახლა შეიძლება ანუ სამყაროსთვისაც საჭირო ადამიანები ხართ, მაგრამ თქვენ უშვალოთ, ხო, გოგოებო? ხართ აი მართლა ეს მისი ბედნიერება, ადამიანი, რომელიც შეიძლება აჩვენებდეს მაგალითს, როგორ არ უნდა და როგორ უნდა იყოს, მიხვდეთ? აი ეგად შეიძლება იყოს აქ რა. იმიტომ რომ აქ თითქოს აი ეს არის მართლა სამყარომ გამოუგზავნა თქვენი თავის, даже თუნდაც იმისათვის, რომ გამოეყვანა ეგ რთული პერიოდიდან და ეჩვენებია მას მისი ნიჭი, მისი შესაძლებლობები. მიხვდეთ? აი ის, რომ მას ყველაფერი შეუძლია. დააფიქრებინოს, რომ თქვათ, მიდი გააკეთე რაღაც ახალ გზაზე, გადი, შენს ბედნიერებაში, გადი. ანუ თვით შეყვარებაზე, ხო? ანუ იმაზე, რომ შენ რომ ამ ადამიანმა თქვა დატოვოს რაღაცა პერიოდები, ხო? ის რაც უკვე მასზე არ მუშაობს და იფიქროს თავის თავზე, თავის ცხოვრებაზე, შექმნას ეს ცხოვრება, კი ბატონო, ახალი გზა. ახალი. რომ ეს სირთულეების
ну სიყვარულში ეს სიყვარული ეძლევა იმისთვის რომ თვითონაც აი თქვენ თვითონ ხართ მოდით ასე ვთქვათ შექმნილის და თვითქმარი შემდგარი ადამიანი და თქვენ შეგიძლიათ მასეც ეგრე იმოქმედოთ აჩვენოთ თქვენ მაგალითი ხართ მისთვის და თან პლუს კიდე ხართ ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ მაგას რაღაცა თუნდაც აი უკარნახოს ამას აჩვენოს რა როგორ უნდა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან რა ну ეხა მიიღებს ამას თუ არ მიიღებს ეხა ნამდვილად ამ გაკვეთილს ეგ უკვე მისი საქმეა მაგრამ თქვენ აი ამისთვის ხართ თქვათ გამოგზავნილი იმიტომ რომ თქვენ ეს ადამიანი მართლა ძალიან გიყვართ და даже შეიძლება რაღაცა ისეთი სიყვარულით აი რომელსაც შეიძლება გაუკვირდეს ვინმეს რა მაგრამ ეს არ არის აქ ვნებები, აქ არ არის როგორ ისეთ გიჟურობები, რაღაცები, აი მე არ შემიძლია მისგან ცხოვრება. არა, შეიძლება შეგიძლიათ კიდევაც თქვით, მარი გოგო ხართ, მაგრამ უბრალოდ ეს უკვე, უანგარო სიყვარული კი, მაგრამ სიყვარული, სადაც აი სრულყოფილი, ზრდასრული ადამიანის, აი როცა შენ რაღაცებს არ ელოდებით, ან ნახეთ როგორი მომენტია ზოგი რომ ამბობს, მე მაგისგან არაფერს არ ველოდები, არაფერი არ მინდა მაგისო, ოღონდ ვთქვათ რაღაცა კარგად იყოს, მაგრამ ეს მაინც ცოტა სხვა სხერფლის რაღაცა სხერფლის სუნი მომდის ასე რომ ვთქვათ, არა. ეგ სხვა, როცა შენ მართლა ძალიან შემდგარი ხარ, როცა შენ მართლა გიყვარს ადამიანის სული, გიყვარს ადამიანის, ანუ ეს არის სულიერად სული და ვერც ხსნი. რომ შენ თვითონ იღებ გაკვეთილებს ამ სიტუაციას, შენ ვითარდები ამაზე, შენ მიდიხარ, შენ ცდილობ რომ ამ ადამიანსაც რამენერად დაეხმარო, მაგრამ თუ ეს ამ ადამიანს ეს არ უნდა და არ გისმენს, შენ უბრალოდ გვერდზე დგები, ასე რომ ვთქვათ რა და აძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანი თვითონ თავის გზა გამოიაროს და განვითარდეს, რომ აი ამაში რომ მე არაფერს არ ვითხოვ, მე მივდივარ ჩემს გზაზე განვითარების, შენ გზაზე მიდიხარ განვითარების, მაგრამ სულიერად ჩვენ ერთად ვართ. ეს უდა სხვა დონეზე ასვლა. და ნახოთ ახლა ჩვენ გზავნილია, ესე იგი, ახალი ძალებისგან მასზე და თქვენზე. განულება სიტუაციის, ნახეთ თქვენ ახლა აი რისთვისაც ხარ თქვენ, ახლა აქ რა უნდა იცოდეთ თქვენ პრინციპში? ეხლა რომ ეს სიტუაცია ნამდვილად რაშიც არის ეს ადამიანი აი ეგრევე ამომიგდეს ისევ ისი ხო? ანუ ეს აქ ადამიანი ნამდვილად ანუ ამ ეტაპს გამოივლის და ფიქრდება ძალიან კარგად ვაიმე ღმერთი ტრანსფორმაციასაც გაივლის. ну აქ ადამიანი რა არის მიხვდება რა ამ სიტუაციაში რომ თითქოს ტრანსფორმაციას დაასრულებს და მიხვდება რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, თქვენ ხართ ის ქალი, რომელსაც შეუძლია მას მისცეს ეს ნამდვილად ეს სიყვარული, ეს სითბო, ეს ენერგია, ეს ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენს გვერდით მსუბუქად გრძნობს თავს, მაგრამ ეს სიმსუბუქე რა არის, იცით? ეს არ არის ის სიმსუბუქე, რომ როგორც მინდა ისე მოვიქცე, წავედი, მოვედით. პენტაკლების დედოფალი არის აქ. მიხვდება, რომ აქ სხვანაირად უნდა მოვიქცე მე მაგას რა, უკვე სხვანაირად უნდა მივუდგე მე მაგ საქმეს რა. ანუ იმიტომ რომ ეს არის ის ქალი, რომელიც მე მინათებს გზას. ეს არის ის ქალი, ვისთანაც მე მინდა ვიყო მთელი ჩემი ცხოვრება. და ეს არის ის ქალი, რომელზეც მე ვოცნებობდი, რომელსაც მე ვიჯექი და აი ასე ჩემს ვარსკვლავს ვთხოვდი. ნახეთ ვარსკვლავის ის ბიჭი თუ გოგო თუ ვინ არის ხო? და ელაპარაკება ვარსკვლავს, თხოვს სურვილი შემისრულე, ჩემი ვარსკვლავი მომეცით, აი ასე. და აი ზუსტად ეს არის ის ადამიანი, ეს არის ის სიყვარული, რომელსაც მე ვეძებდი, რომელსაც მე ვთხოვდი და რაზე ხარ მზად გულისთვის? რომელიც არის ჩემი ტკივილი, რომელიც არის ჩემი ისე რა ქვია, ყველაფერი რა სიხარულიც, მაგრამ აქ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს და ძალიან რთულს, რომ შეიძლება აი ნამდვილად
ნუ აი ისე დაასრულებს, აი ეს სიყვარული მაგას რა საინტერესოა ხო მე ვთქვა. ეს სიყვარული მაგას და აი ზუსტად მე რო გეუბნებით მაგის აი ეს ცუდი ქცევები და ცუდი თქვა შეება დალევა მოსწონდა შეება ტყილები დაღლიდობა, ნუ ყველას თავისი რამე, ყველაზე კი არ ვიზახო რომ ყველაფერს აკეთებდა ეს თქვენი ადამიანი, ხო? შეიძლება თქვათ რაღაც მეორად სარგებლობებიც ქონდა, ნუ რაღაცები რა ქონდა ამ ადამიანს, ხო? აი აქ თითქოს გამოძურება ეშმაკის ხელებიდან, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამას უნდა ეს სიყვარული უნდა მაგას და ეს სიყვარული მაგას გააძლიერებინებს, ხო?